ისრაელის პრინციპული პოზიცია არ დაუშვოს ირანს ჰქონდეს ბირთვული შეერება, აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის თქმითაც თეირანი არ წყვეტს საკუთარ ამბიციებს გამანადგურებელი იარაღის შესაქმნელად, რომელიც როგორც თელ-ავივში ამბობენ, მიმართული იქნება ისრაელის სახელმწიფოებრიობის გასაანადგურებლად. ქვეყნის პოლიტიკური მეთაურის სიტყვებით, ნებისმიერ შეთანხმებაში, რომელიც განიხილება ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის, პირდაპირ ან შუამავლების გზით, ვერანაირი ფორმით ვერ იქნება განხილული ისრაელის არსებობა არ-არსებობის საკითხი. שמענו היום את מפקד משמרות המהפכה הוחידי. დღეს მოვისმინეთ რევოლუციურ გუშაქთა კორპუსის სარდლის აჰმად ვაჰიდის პირდაპირი განცხადება, რომ ირანს განზრახული აქვს გააგრძელოს ბირთვული იარაღის განვითარება. მან თავად თქვა გააგრძელოს. მაშ როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი მეც მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი გავაგრძელო და არ დაუშვა ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. სურს მკაფიოდ განვაცხადო, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩვენი დიდი მეგობარია. შეიძლება ითქვას საუკეთესო მეგობარი, რომელიც თეთრ სახლში ოდესმე გვყოლია. შეერთებული შტატები ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა და ეს ყველას კარგად ესმის. ჩვენ დიდად ვაფასებთ შეერთებულ შტატებთან ერთობლივ ძალისხმევას ირანის ბირთვული ამბიციების წინააღმდეგ. თუმცა ასევე სურს განვაცხადო, რომ ისრაელის არსებობა განხილვის საგანი არ არის, მიუხედავად იმისა, იქნება შეთანხმება თუ არა. პარალელურად ისრაელის არმია აცხადებს, რომ ლიბანის სამხრეთით მათი ორი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც მათ რიგებში პირველი დანაკარგია ივნისში თელ-ავივსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰეზბოლას შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდეგ. ისრაელური მედია იუწყება კიდევ 4 ჯარისკაცის მძიმედ დაშავების შესახებ. ისრაელმა მომხდარი შეაფასა, როგორც ის დეცემბრის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა და სოფელ მანსურის მოსახლეობას მოუწოდა დაუყოვნებლივ დატოვონ სახლები. საგულისხმოა, რომ ასეთი ტიპის გამაფრთხილებელი განცხადება ბოლო კვირების განმავლობაში პირველია. ამავდროულად გაეროში, სადაც უშიშროების საბჭოს ხდომაზე ტერორისტთან ბრძოლის ოფისის მეთაურს მოусმინეს, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მზარდი დაძაბულობის რისკებზე მიუთითეს და განაცხადეს, რომ მიუხედავად ბოლო წლებში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ხელმძღვანელი წრის წარმომადგენლების ლიკვიდირებისა, გასამხედროებელი ორგანიზაცია შესაძლოა კვლავ აღორძინდეს. გაეროში ითქვა, რომ ისლამური სახელმწიფო კვლავ რჩება საფრთხეთ, მიუხედავად კონტრტერორისტული ღონისძიებების გატარებისა. ერაყში ანტიტერორისტული ზეწოლის უწყვეტმა ძალისხმევამ მნიშვნელოვნად შეზღუდა დაეშის შესაძლებლობები. ახლა მთავარი გამოწვევაა ამ მძიმე ბრძოლით მოპოვებული შედეგების განმტკიცება, ეფექტიანი ადმინისტრირებისა და რეინტეგრაციის პროგრამების, ასევე იმ პირობების აღმოფხვრის გზით, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ამ დაჯგუფების ხელახლა გაძლიერებას. ჯიჰადისტური საფრთხის გარდა ირანი და მისი მარიონეტები, მათ შორის ჰუსიტები, ჰეზბოლა, ჰამასი და ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფებები ერაყში კვლავ აგრძელებენ ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას და საკუთარი გავლენის გაფართოების მცდელობას. ინფორმაციის გაცვლის გაძლიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რათა მათ ვერ შეძლონ კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღების მოპოვება და შეიზღუდოს მათი მოქმედების შესაძლებლობები. ექსპერტები შიშობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ურთიერთიერიშების პერიოდული განახლება და კონფლიქტში როგორც ცალკეული სახელმწიფოების, ისე მათთან დაკავშირებული გასამხედროებული დაჯგუფებების ჩართვა არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს დააყენებს ახალი ტერორისტული საფრთხეების წინაშე.